მოგესალმებით. თქვენ უყურებთ სამედიცინო პოდკასტ ნინო მარხიშვილთან ერთად და როგორც ყოველთვის საუბრობთ ძალიან აქტუალურ და საინტერესო თემებზე. ჩვენი დღევანდელი ვიდეო ეპიზოდის თემა გახლავთ მაღალტექნოლოგიური კვლევები. ეს არის კატ კვლევა და MRI კვლევა. ამ კვლევების შემოსვლამ სამედიცინო სფეროში და ზოგადად პრაქტიკაში დიდი გარდატეხა მოახდინა დიაგნოსტიკის სფეროში. ამ კვლევების მეშვეობით საკმაოდ და ბევრად უფრო ზუსტად ხდება დიაგნოზის დასმა, უფრო სწრაფად ხდება გამოკვლევა, პაციენტის დისკომფორტი ნაკლებად იქნება კვლევების დროს, ექიმსაც საშუალებას აძლევს უფრო მეტი სიზუსტით დასვას დიაგნოზი და დაინიშნოს ეფექტური მკურნალობა. ამ კვლევებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, როგორც არასამედიცინო საზოგადოებაში, ასევე ექიმებს შორისაც. უამრავი ახალი აპარატი გამოდის და დღეს ჩვენი სტუმარი არის ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური პირი ამ საკითხში, რადიოლოგი ირაკლი თორთლაძე. ის ჩვენს და თქვენს კითხვებს ამომწურავად უპასუხებს და დარწმუნებულიდან ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გვეტყვის ამ უახლეს ტექნოლოგიებთან და კვლევებთან დაკავშირებით. დღეს როგორც უკვე თქვი, ძალიან საინტერესო თემა, ამიტომ დარჩით ჩვენთან და არ დაგავიწყდით ჩვენი გვერდის გამოწერა. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან. მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ სტუმრობისთვის და დავიწყოთ საუბარი. ძალიან საინტერესო თემაა, დიდი ინტერესის საგანია ჩვენ საზოგადოებაში და ჩვენ ზოგადად პოპულაციაში, როგორც თქვი და თავდაპირველად ყველაზე ბევრი კითხვა შემოდის უშუალოდ კვლევებთან დაკავშირებით, მაღალტექნოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით. ეს არის MRI კვლევა და კატ კვლევა. ორი სიტყვით თუ შეიძლება ვუთხრათ ჩვენს მსმენელს, რა კვლევებია ეს, რა განსხვავებაა მათ შორის და რომელი პათოლოგიების შემთხვევაში რომელი კვლევა უფრო ეფექტურია სწორი დიაგნოზისთვის. მადლობა კითხვისათვის. კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით მოწვევისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვსაუბრობთ მაღალტექნოლოგიურ რადიოლოგიურ კვლევებზე და მნიშვნელოვანია ის ფაქტორი რომ ჩვენს ქვეყანაში ძლავრად არის წარმოდგენილი და ასევე უნდა აღნიშნოს რომ უახლეს აპარატურაზე კეთდება სწორება სამედიცინო დაწესებულების მხრიდან, რაც სერვისის მიწოდების ხარისხის პროპორციულია. მნიშვნელოვანია რომ ამ ორი კვლევის სწორად, ასე ვთქვათ, განსხვავება ვიცოდეთ, რას ნიშნავს. ჩვენ ვსაუბრობთ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, კვლევის მეთოდზე, რომელიც აი მაიონებელ გამოსხივებაზე დაფუძნებული, იგივე X-სხივებზე დაფუძნებული. შესაბამისად, ამ ნაწილში ჩვენ უნდა ვიცოდეთ ის გამოწვევები, რაც გვაქვს, მაგალითად, თუ არის ორსულობის მომენტი, მაგალითად, თუ არის გარკვეული პრობლემები ფარისებთან დაკავშირებით, მაგალითად, თუ არის დაგეგმილი კვლევა, ჩვენ შეგვიძლია გარკვეულად გადავანაცვლოთ და გარკვეული პერიოდის მერე დავგეგმოთ ეს კვლევა, ხოლო თუ ვსაუბრობთ მაგნიტურეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო რადიოლოგიური კვლევის მეთოდი და მისი, ასე ვთქვათ, ძირითადი ნიშა არის ის, რომ ნეირორადიოლოგიაში არის წარმოადგენს ოქროს სტანდარტს. ამიტომ თქვენ თუ გვინდა რომ მივიღოთ ზუსტი პასუხი და ეს იყოს უსაფრთხო რადიოლოგიური კვლევის მეთოდით, ბუნებრივია რომ სწორება კეთება მაგნიტურეზონანსულ ტომოგრაფიაზე. არის რა თქმა უნდა გამოწვევები დროსთან დაკავშირებით, კომპიუტერული ტომოგრაფია ბევრად სწრაფია, თანამედროვე აპარატურა კიდევ უფრო სწრაფია და მაგნიტურეზონანსულ ტომოგრაფიას სჭირდება გარკვეული დრო. ამასთან გვაქვს ერთი ასე ვთქვათ მეტალის სიმკვრივის უბნებთან გვაქვს ბევრი კითხვის ნიშანი, ანუ თუ პაციენტის აქვს მეტალის სიმკვრივის უბანი, არის დაოპერაციები და ასე შემდგომ, ჩვენ გვინდა ჩავაზუსტოთ რომელი მეტალის უცხო სხეული აქვს მას, რადგან კიდევ ერთხელ აღნიშნავ, მაგნიტური ველის პრინციპზეა დაფუძნებული კვლევის მეთოდი და შესაძლებელია მოხდეს ეგრეთ წოდებული შემთხვევა, რომელიც ასე ვთქვათ გამოწვევა იქნება თითოეულ ჩვენ საკანის. ამიტომ ამ კვლევამდე პაციენტი ავსებს სპეციალურ კითხვას, გავდივართ გასაუბრებას და ვარჩევთ რომელი კვლევის მეთოდია მისთვის ოპტიმალური. კი ბატონო, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, რომელი კვლევის მეთოდი აჯობებს პაციენტისთვის. აქვე მინდა გკითხოთ, ქსოვილების მიხედვით, იმის მიხედვით თუ რა ორგანოს ვიკვლევთ. შეიძლება უპირატესობა მივანიჭოთ ან ერთ ან მეორე კვლევას, აი პირობითად თუ ძლოვან ქსოვილს ვიკვლევთ, ან უკვე თქვით რომ ნერვული ქსოვილი MRT კვლევისთვის კვლევაში, ანუ აღრუ ორგანოებს თუ ვიკვლევთ, არის რაიმე ეს გვაძლევს საშუალებას პრიორიტეტი მივანიჭოთ ერთ ან მეორე კვლევის მეთოდს. პირველ რიგში აღნიშნოთ, რომ ნეირორადიოლოგიაში შეუცვლელია მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია. ამასთან ჩვენ მაგნიტურეზონანსულ ტომოგრაფიას ვიყენებთ
მსხვილი ნაწლავის დისტალური ნაწილის, განსაკუთრებით სწორი ნაწლავის დიაგნოსტიკაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი ღვიძლის ჰეპატობილიარული სისტემის დიაგნოსტიკაში, ქსოვილოვანი წარმონაქმნების კომუნიკაცია მიმდებარე ქსოვილებთან, რომ შედეტალურად შეფასდეს. ძალიან მნიშვნელოვანია მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენება ორსულ პაციენტებში, განსაკუთრებით თუ არის აქაც პანკრეტა-ინკრეტას მომენტი თუნდაც ან მაგალითად გვაქვს გარკვეული კითხვის ნიშნები ქირურგიულ შემთხვევებთან მიმართებაში მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია არის პრიორიტეტული. ეს იმიტომ რომ უსაფრთხოა ბევრად უფრო ვიდრე ხო. თუმცა ჰეპატობილიარულში უნდა აღვნიშნოთ, რომ მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია უფრო პრიორიტეტული. რაც შეეხება კომპიუტერ ტომოგრაფიას, ეს არის წამყვანი ძირითადად გადაუდებელ შემთხვევებში, რადგან ეს არის პირველ რიგში სწრაფი კვლევის მეთოდი და პლუს ამას უნდა აღვნიშნოს, რომ გულმკერდის შეფასებისათვის არის ოქროს სტანდარტი. ჩვენს კლინიკაში მაგათაც ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, მაგრამ სკრინინგ პროგრამებიც კი გვაქვს სპეციალურად მინიმალური დასხივებით გავაკეთოთ გულმკერდის ზღვის შეფასება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მუცლის ზღვის დათვალიერებისათვის, ესე ვთქვათ, როდესაც არსებობს ქირურგიული ან მაგალითად გარკვეული კითხვის ნიშნები ქირურგის მიმართ ან თერაპევტის მიმართ მხრიდან ბუნებრივია რომ ჩვენ მულტიფაზურ რეჟიმში კომპიუტერ ტომოგრაფიას ვაკეთებთ საჭმელოვნებლის სისტემის დეტალური შეფასებისათვის. გასაგებია. კი და ბატონო. დავამატებ უროლოგიურ სისტემაში, საშარდე სისტემაში ეს არის პრაქტიკულად ოქროს სტანდარტი. სპეციალური განფასებაც კი გვაქვს საშარდე სისტემის კომპიუტერ ტომოგრაფია იმდენად მნიშვნელოვანია და იმდენად ბევრ კითხვაზე გვაქვს პასუხი. კი ბატონო, კი. თქვენ ცნობართვით ამ პათოლოგიას მე კიდევ მოუბრუნდები ცოტა მოგვიანებით და ცოტა უფრო მეტი ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით. ახლა მინდა გკითხოთ ასეთი რაღაც თქვენ ახსენეთ სკრინინგული კვლევები. ალბათ დაბალდოზირებად კატეს გულისხმობთ გულმკერდისას ამ შემთხვევაში? დიახ, ეს უნდა აღვნიშნოთ, რომ მაიონებელი გამოსხივებაზე ვსაუბრობთ პირველ რიგში, ამიტომ აქ არსებობს ესე ვთქვათ, სამი ძირითადი პრინციპის პრაქტიკული რეალიზაცია უნდა მოვახდოთ. ეს არის დასაბუთების, ნორმირების და ოპტიმიზაციის პრინციპები, რომელიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ არის დამტკიცებული და ჩვენს ქვეყანაში რა თქმა უნდა კანონმდებლად შესაბამისია. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ პაციენტებთან ვიმუშაოთ ინდივიდუალური პროტოკოლებით. რაც გამოცდილება დაგვიგროვდა, რა თქმა უნდა, კოვიდის პანდემიამ ძალიან დიდი გამოცდილება შეგვძინა. ნიშნავს იმას, რომ პაციენტს ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის პერიოდში რამდენჯერმე უწევდა კომპიუტერ ტომოგრაფიის გადაღება, ამიტომ ვცდილობთ, რომ ოპტიმალური რადიოლოგიური პროტოკოლი შევქმნათ. რაც შეეხება სკრინინგ პროგრამებს, ვსაუბრობთ ულტრადაბალი დოზის სკანირებაზე, მისი BMI-ის გათვალისწინებით ჩვენ რადგან ფილტვის ქსოვილის შეფასებაზე ვსაუბრობთ და თუ არის ქრონიკული მწეველი ან მაგალითად დატვირთული გენეტიკური ანამნეზი და გვჭირდება ფილტვის ქსოვილის შეფასება, ულტრადაბალი დოზით მუშაობთ და ჩვენ ამასთან მიმართებაში გვაქვს გარკვეული გამოცდილება, მათ შორის სტატიებიც არაერთი გვაქვს გამოცემული. კი ბატონო, თან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკით მიხედვით ფილტვის კიბო ძალიან დამატებულია და ამიტომ მე ვთვლი, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობაა ექნება გულმკერდის სკრინინგს, დაბალდოზირებადი კატეთი, დაბალდოზირებადი იმიტომ, რომ ნაკლებად მავნე იყოს ორგანიზმისთვის, ამიტომ ჩაგეკითხეთ ამასთან დაკავშირებით. კარგით, გადავიდეთ ახლა იმ კონკრეტულ აპარატზე, რომელზეც სასაუბროთაც დღეს ჩვენ შევიკრიბეთ. რა არის ეს კონკრეტული მოდელი და რა არის მნიშვნელოვანი ინოვაცია, რასაც ეს მოდელი აკეთებს, თქვათ. უნდა აღნიშნოს, რომ ეს არის General Electric-ის ამერიკული ბრენდის აპარატი, რომელიც არის ახალი, შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ბოდიში ჩაგეკითხებით და რა განსხვავებაა სხვა ბრენდებს შორის, ესეც რო შევადაროთ. ვთქვათ, რომ ამ აპარატის მთელი ასე ვთქვათ იდეა მდგომარეობს და მის დადებითობა იწყება იმით, რომ ეს არის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის გამოსახულებას გვაძლევს და არის ძალიან სწრაფი. მსგავს კვლევის აპარატებს ძირითადად ასე ვთქვათ იყენებენ ისეთი მძლავრი ჰოსპიტალები ამერიკული და მათ შორის ევროპული, რომელიც მუშაობენ ემერჯენსულ შემთხვევებზე და ჩვენს კლინიკაში და ჩვენ კლინიკის აპარატი სპეციალურად სხვადასხვა ოფციები აქვს და ჩვენ ძირითადად გვაქვს სწორება გაკეთებული სკრინინგულ პროგრამებზე, ნაწლავის პათოლოგიებზე და უნდა აღნიშნოს, რომ ამაზე შემდგომში ვისაუბრებთ, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური რეკონსტრუქციული პროგრამები მსხვილი ნაწლავის დიაგნოსტიკის ნაწილში და უნდა აღნიშნოს, რომ გამოსახულების ხარისხი არის ძალიან მაღალი. და მნიშვნელოვანია ისიც, რომ საშუალება გვაქვს ჩვენ ინდივიდუალური პროტოკოლები გავწეროთ, რაც და დავნერგოთ, მოწოდებულია, რომ მაგალითად
მუცლის ღრუს გამოკვლევას ესე კი არ დავარქმევ თუ პაციენტთან გვაქვს კითხვები პანკრეასისთან დაკავშირებით პანკრეასის კვლევის პროტოკოლები გვაქვს განსაზღვრული ღვიძლის პათოლოგიური პროცესების პროტოკოლები გვაქვს განსაზღვრული თქვა საშარდე სისტემის ნაწილში ჩვენ ვიყენებთ ერთფაზიან კვლევას ორფაზიან კვლევას და ასე შემდგომ და არ ვიყენებთ სტანდარტულად გადამიღერა მუთლიანი მუცელი და გადამიღერას არ მივყვებით კონკრეტულ კითხვაზე რომ მაქსიმალურად შევეცადოთ რომ უსაფრთხოდ და ხარისხედად ჩავატაროთ რადიოლოგიური კვლევა და ეს აპარატი გვაძლევს აი საშუალებას რომ ჩვენი ასე ვთქვათ ინტელექტუალური განათლება შევათავსოთ ტექნოლოგიურ სიმძლავრესთან და მივიღოთ ძალიან მაგარი ასე ვთქვათ შედეგი პაციენტის დიაგნოსტიკასთან მიმართებაში. და როგორც თავში ვისაუბრეთ, მე როგორც მივხვდი, ბეტად სწრაფად კეთდება ეს კვლევა, ხო? და გამოსხივებად დაბალია სხვა აპარატებთან შედარებით. ჩვენ ახალია პირველ რიგში და შესაბამისად კალიბრაცია არ ჭირდება და გვაქვს ძალიან კარგი ხარისხის გამოსახულება. ახალი აპარატია, როგორც ვიცი, სულ რამოდენიმე ხნის წინ მოხდა. მსგავსი ეს აპარატი პირადად მე ვნახე ავსტრიაში ევროპის რადიოლოგთა კონგრესზე და ვთქვათ რომ საგამოფენო სივრციდან წამოღებული აპარატია მთელი აზრი იმაში მდგომარეობს რომ 20-25-ის აპარატით გვიწევს კვლევა რა თქმა უნდა ეს დიდი გამოწვევა თითოეული ჩვენთანგანისათვის. ძალიან კარგია რომ ასეთი აპარატი გვაქვს უკვე საქართველოში და შეუძლიათ ისარგებლონ ვისაც ჭირდება რა თქმა უნდა ძალიან კარგი საშუალება შესაძლებლობა ასეთი პაციენტებისთვის. აქვე მინდა გკითხოთ სამედიცინო პერსონალის გამოცდილებაზე. ექიმებისთვის რითი არის მოსახერხებელი? აი ამ აპარატის გამოყენება რითია უკეთესი ექიმებისთვის და რამდენად ამარტივებს სწორი დიაგნოზის დასმას? ვთქვით ხო რომ სიზუსტე და რეზოლუცია ბევრად მეტია და ასე შემდეგ, მაგრამ გარდა ამისა არის კიდე რამე ფაქტორები, რაც ექიმისთვის სასურველს ხდის ამ კვლევაზე, პაციენტის მიმართვას ასე ვთქვათ. მადლობა კითხვისთვის. ვსაუბრობთ უშუალოდ რადიოლოგებზე, ხო? რადიოლოგებზე, რა თქმა უნდა. ჩემთვის არის ძალიან მარტივი ის, რომ გამოსახულება არის მაღალი ხარისხის, არის ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციები ჩატვირთული და თუ გვაქვს შედარებითი მომენტი და დინამიკაში თუ აკვირდებით პაციენტებს, ჩვენ შეგვიძლია მოვნიშნოთ კონკრეტული პათოლოგიური პროცესი და მე დინამიკაში მარტივად დავაკვირდეთ. ასევე გვაქვს სხვა ფილტრები, რაც საშუალებას მაძლევს ძვლოვან სტრუქტურაზე გავაკეთო აქცენტი თუ ღვიძლში არსებულ პათოლოგიაზე ამის ფილტრის საშუალებას მაძლევს და კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ მძლავრად არის ინტეგრირებული ასე ვთქვათ ეს ოფცია ფასიანია მარტივად რო ვთქვათ არის საკმაოდ რთული და ექიმისთვის დასამუშავებლად წარმოიდგინეთ თქვენ ნაწლავის მარყუჟების დეტალური შეფასება და ვირტუალურად დათვალიერება და მე ამაზე პასუხისგებლობის აღება. ჩვენ არ ვამბობთ რომ რომელიმე ენდოსკოპიური კვლევის მეთოდის ჩანაცვლება ხდება. არა, ჩვენ შევდივართ იმ სეგმენტზე, ოდესაც ენდოსკოპიური კვლევის ჩატარების უკუჩვენებაა ან სკრინინგულად ვაკეთებთ ამ კვლევის მეთოდს. ამიტომ უნდა აღნიშნოს, რომ ჩემთვის არის პირველ რიგში სიზუსტის და სისწრაფის კომბინაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ გადატვირთულ რთულ ცხოვრებაში დამერწმუნებით. კი ბატონო, თანაც ენდოსკოპიური კვლევა ბევრი ადამიანისთვის საშინელი დისკომფორტის მომგვრელი და თუ ასეთი სასიცოცხლო აუცილებლობა არ არის, კი ბატონო, გაიკეთებენ. არის გამოწვევები ამ ნაწილში გეთახმებით. რა თქმა უნდა, ხო. იმდენად ხშირია უკვე ანესთეზიით გაკეთება, რომ კი, გეთახმებით. ეს შიშიდან მოდის პირველ რიგში. არა მარტო შიშიდან, საკმაოდ ისეთი დისკომფორტია და ჩვენი საზოგადოება უკვე მიეჩვია იმას, რომ ყველანაირ დისკომფორტს მოუძებნოთ წამალი, ვთქვათ. კი ბატონო, აი მინდა გკითხოთ ესეთი რაღაც კიდე პრევენციას და ადრეულ დიაგნოსტიკას რაც შეეხება. არის განსხვავება ძველ აპარატებთან უფრო მეტად მკვეთრად ჩანს, თუნდაც რაღაც არ მონაქმნი დასაწყის სტადიაში უფრო მცირე ზომების შემჩნევაა შესაძლებელი თუ სტანდარტულად უკვე არსებული გამოსახულების შეფასება მოხდება უფრო სწორად თუ როგორ არის. რთული ამის ესე მარტივად ახსნა, მაგრამ შევეცდები რომ წარმოვიდგინოთ ჩვენ რომ ძირითადად საქართველოში განსაკუთრებით გვაქვს 16 შრიანი ან 64 შრიანი კომპიუტერ ტომოგრაფები და სამწუხაროდ ხშირ უმეტესი მათგანი არის მეორადი ესე ვთქვათ და არის 10 წელთან მიახლოებული. და ამ აპარატზე
ამ აპარატის სისწრაფე ამ აპარატის შესაძლებლობა ვიზუალიზაციის ნაწილთან ის ასე ვთქვათ მილაკი რომელიც იქ სხივებს წარმოქმნის თავისი რესურსი აქვს რა თქმა უნდა და საუბრობთ გუშინდელ აპარატზე პრინციპში დღევანდელ აპარატზე რომელიც გვაძლევს ძალიან სწრაფად გამოს კადრები მოდის ძალიან სწრაფად და პლუს ამას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი სისწრაფე როცა ჩვენ კონტრასტულ გამოკვლევას ვაკეთებთ რადგან სტანდარტულად ჩვენ ვიყენებდით 100 მილ საკონტრასტო ნივთიერებას ამაზე მოგვიანებით კიდევ ჩავშალოთ რომ ეს არის ნეფროტოქსიური საკონტრასტო ნივთიერება და მნიშვნელოვანია რომ სწორად მოხდეს მისი გამოყენება და მსოფლიოში მოწოდებულია რომ გამოვიყენოთ უბრალოდ გამოვიყენოთ იმდენი რამდენიც საჭიროა შესაბამისად სწრაფი აპარატი მე საშუალებას მაძლევს რომ არა 100 მილილიტრი ამით 50-ით მივიღო ის შედეგი მე რაც მჭირდება ამით პაციენტს ვზოგავ რომ კი ბატონო ჩვენ ვაკეთებთ კრეატინის ანალიზს მაგრამ უამრავი კვლევა დადებული ნეფროლოგებისგან რომ საკონტრასტო ნივთიერებები ხშირად იწვევს თირკმლის უკმარისობას შოკივით არის თირკმელისთვის იცით თქვენ ალერგიები სხვა შეგრძნებები ვაფრთხილეთ პაციენტებს ახლა ვსაუბრობთ რომ არ შევა 100 მილილიტრი ჩვენ გავანახევრებთ 30 მილilitrით ნაკლები რო შევიყვანოთ უკვე გამარჯვება და ამას გვეხმარება ეს აპარატი და პლუს ამას მნიშვნელოვანია რომ ფაზა რამდენიმე სერიის გადაღება გვიწევს ესე ვთქვათ ნატიური მერე არტერიული ვენური და ასე შემდგომ და მისი სიმძლავრე გაგრილების სისტემა იმდენად ასე ვთქვათ ახალია და იმდენად მძლავრია რომ ამის საშუალებას შეზღუდვას არ გვიქმნის მას შეუძლია რომ რამდენიმე პაციენტი მიჯრით გააკეთოს ან ერთ პაციენტთან გვამუშაოს როგორც ჩვენ დაგვჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია გამოყენებაში. გეთანხმებით აბსოლუტურად. აქვე მინდა გკითხოთ, ძალიან აქტუალურია ჩვენს ყოველდღიურ ევროპაში და რამდენად აქვს ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა? ხელოვნური ინტელექტი გახდა ჩვენი დამხმარე, მოდი ესე ვთქვათ. დავამატებდი რომ სადღაც ერთი კვირის წინ მეცნიერებათა აკადემიაში განხილვა იყო ამ საკითხის და ჩვენ პრეზენტაციაც ჰქონდა წარმოდგენილი. ჩვენ ვამბობთ რომ არის ჩვენი მეგობარი და ის გვეხმარება, ის გვისუფთავებს. დროს მიზოგავს მარტივად რო ვთქვათ და ამ აპარატში გვაქვს კარგი ასე ვთქვათ ბოლო აპდეიტები, ბოლო განახლებები, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენ რომ გამოსახულების განსაკუთრებით ონკოლოგიურ პაციენტებთან, იმიტომ რომ ან სკრინინგულ პაციენტებთან, კონკრეტული ფიბროზული კერების ვერიფიცირების ან მასთან მონიტორინგის ნაწილში ეს გვეხმარება რომ სიმკვრივის მიხედვით დამილაგოს, ან ზომის მიხედვით დამილაგოს და მომცეს წყობა და ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ ინტეგრირებულია ეს ჩავთვალოთ რომ მეორე რადიოლოგი კი ბატონო ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მის მხარდაჭერა ან ძალიან ზრდის ეფექტიანობას გეთანხმებით და ძალიან კარგია და მომავალში კიდევ რა შეიძლება ველოდოთ როგორ შეიძლება განვითარდეს კიდე არის რაღაც კეთბები ამასთან დაკავშირებით რამე სიახლეებს შეიძლება ველოდოთ მე მგონია რომ ესე იგი რადიოლოგია გახდა კარიბჭესავით შემოიკრიბა მთელი რიგი მიმართულებები და ვფიქრობ რომ ყველა კარი შევაღეთ ვერ ვიხსენებ მიმართულება სადაც რადიოლოგიამ დარგი არ განავითარა ნეიროქირურგია ვთქვათ ინტერვენციული ნაწილი ვთქვათ ქირურგია ოპერაბელურობის საკითხი წყდება ონკოლოგიაში ფასდაუდებელია მე მგონია რომ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ჩვენ არა ასე ვთქვათ გაჩნდება ალბათ უფრო ღია გახდება ბაზარი სამედიცინო სექტორი მარტივად რო ვთქვათ და მარტივად იქნება ხელმისაწვდომი მსგავსი შემთხვევების მსოფლიო გამოცდილება ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ სულ 3 მილიონიერი ვართ შესაბამისად შემთხვევების ნახვის ალბათობა კი ბატონო ინტერნეტის სივრცე ღია და ასე შემდგომ მაგრამ რაოდენ მნიშვნელოვანია რომ ინტეგრირებული იყოს კომპიუტერულ ტომოგრაფებში მთელი რიგი მეხსიერება ასე ვთქვათ რაც დაუგროვდა კაცობრიობას ეს გაამარტივებდა რა თქმა უნდა ეს იქნება ჩვენთვის პირველადი თუმცა აქეთ მივდივართ საბოლოო ჯამში და არ დაგვავიწყეს ლაბორატორიაში ადრე ითვლიდნენ და დღეს უკვე აპარატურა მაგრამ მაინც ამოწმებს და მთელი იდეა ალბათ აქეთ მივდივართ რომ მოვადრო რომ კომპიუტერულ ტომოგრაფიის შემდგომ გარკვეული საორიენტაციო ყოველ შემთხვევაში ალბათ კაი ტრანსპლანტოლოგია ჩვენს ქვეყანაში განვითარდა მეზობელ ქვეყნებში მეტად უფრო განვითარებულია იმედია ჩვენთანაც განვითარდება აი ამ ნაწილში კომპიუტერულ ტომოგრაფიები დღეს საოცარ შედეგებს დებენ რამდენად ოპერაბელურია მოცულობის დათვლა და ასე შემდგომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია
მივდივართ იქეთ რომ მეტ ინფორმაციას სოფლიოში არსებულ მეტ ინფორმაციას ალბათ ჩატვირთავენ და ეს იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. ძალიან კარგი იქნება, მოუთმელად დაველოდებით, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი კარგი რაღაც გაკეთდება და ჩვენ ყველა ამას ძალიან მალე ვნახავთ. ახლა მინდა გკითხოთ ძალიან მნიშვნელოვან თემას მინდა შევეხო. მოკლედ განხილვის თემა არის პაციენტის წონა კვლევების დროს. და ძალიან ბევრ კლინიკას აქვს აპარატები, როგორც კომპიუტერული ტომოგრაფიის და მაგნიტორეზონანსულის, მაგრამ შეზღუდულია წონა პაციენტის დიამეტრის გამო. ამ შემთხვევაში როგორ არის თქვენ შემთხვევაში? ჩვენ როდესაც აპარატის შერჩევის ეტაპზე ვიყავით, ბაზრის კვლევა ჩატარდა, რა თქმა უნდა და გეთანხმებით რომ 120-130 კილოს შემთხვევაში და ისიც ვთქვათ რომ ჩვენი მოსახლეობის ნორმალური წონასთან ასოცირდება, მოდი ესე ვთქვათ. სოფლიოში არის ახლა კარგი წონის პრობლემა. შესაბამისად იყო ხოლმე რომ ბევრ კლინიკას აქვს სასწორი და აბა მოდი შევხედოთ და ძალიან დიდი სტრესია პაციენტისთვის. მაგრამ დიამეტრიც ხო? გეთანხმებით. ამიტომ ჩვენ შევეცადეთ რომ ბარიატრიული პაციენტებისთვის გაგვეკეთებია გათვლა. გენტრი არის მკაცრავად დიამეტრი არის საკმაოდ კომფორტული და ამასთან წონასთან შეზღუდვა არ გვაქვს, ნიშნავს იმას რომ 200 კილო პაციენტის 200 კილო პაციენტის არსებობის შემთხვევაში ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. არა მარტო თავის ტვინი, იმიტომ რომ იქ არის კორგეტული შეზღუდვა, რომ მარტო თავს გადავიღებ თუ დანარჩენს, ხო? ჩვენ შემთხვევაში ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მთლიანი მუცლის ანუ 200 კილომდე პაციენტებისთვის 220 ვიტყოდი, მაგრამ მოდი 200 მოდი 200 ვთქვათ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა ჩვენს პანელს ვუთხრათ, რომ ხშირად შექმნილა პრობლემა ასეთ პაციენტებთან, ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვიძებნია ასეთი აპარატი, რომ დავხმარებოდით პაციენტს და ვერ ვიპოვეთ ხოლმე და აი ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ, მინდა ვთქვა, რომ კლინიკა NMDC-ში არის ეს აპარატი, ბატონი ირაკლიც იქვე დაგხვდებათ და მოკლედ შეგიძლიათ ისარგებლოთ, ვისაც ეს პრობლემა გქონდათ აქამდე. მე მაქვს ინფორმაცია, რომ MRT-ის აპარატით, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის ჩამოტანაც იგეგმება ამ კონკრეტულ კლინიკაში. და ვიცი ისიც, რომ ესეც განსაკუთრებული აპარატია და რაღაც განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, დანიშნულება აქვს და განსაკუთრებული კვლევები შეიძლება ჩატარდეს. თუ შეგიძლიათ, რომ ორი სიტყვით ამასთან დაკავშირებითაც გითხრათ, დავაანონსოთ ეს სიახლე, მოკლედ ასე რომ. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ იარი გეგმება უკვე პრაქტიკულად ინსტალაციის პროცესშია და ძალიან მალე ასე ვთქვათ დავიწყებთ ამ სერვისის მიწოდებასაც მოსახლეობისათვის. განსაკუთრებული ფუნქცია აქვს, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ბოლო გაიდლაინებით მოწოდებულია, რომ მკერდის დეტალური შეფასებისათვის, რა თქმა უნდა, მამოგრაფიას თავისი ადგილი აქვს. სარძევე ჯირკვლის ძუძუს დიაგნოსტიკის ნაწილში, რა თქმა უნდა, მამოგრაფიას თავისი ადგილი უჭირავს, თუმცა ბოლო კვლევებით დადგინდა და რეკომენდაციას გასცემენ მამოლოგები, რომ გაკეთდეს, ჩატარდეს. თუ არის აქ სკრინინგული ნაწილი, თუ არის გენეტიკური, ასე ვთქვათ, დატვირთული ანამნეზი, ან გამკრვებული უბანი, რომელიც ბევრ კითხვას ბადებს და ან ყოფილა შემთხვევები, რომ მამოგრაფიული კვლევის შემდგომ დაკვირვება არ დაკვირვების საკითხი უნდა გადაწყდეს და არ ითმეს კონკრეტული სამედიცინო შემთხვევა, ამიტომ რეკომენდაციას გასცემენ, რომ გაკეთდეს ძუძუს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია. ჩვენ გვაქვს შესაბამისი ქოილი, კადრების გადამზადებულია წარმატებულ ევროპულ ქვეყნებში და შესაბამისად იგეგმება, რომ არა მარტო ქართველმა სპეციალისტებმა კომბინაციაში უცხოელებთან ერთად მოხდეს პასუხის გასცემა. რადგან კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გარკვეულწილად არსებობს დეფიციტი ამ ნაწილში, მათ შორის ინფორმაციის ნაწილით, ამიტომ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ დავნერგოთ ქართველების და უცხოელების ერთობლივი რადიოლოგიური შეფასება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობისათვის და მათ შორის ჩემი კოლეგებისათვის, ვინც სანდოობის ხარისს გაზრდით, რეალურად ვთქვათ, სამწუხაროდ სანდოობის ხარისს და დიაგნოსტიკის თვალსაზრისით ისუცესაც აბსოლუტურად გეთანხმებით. მოდით ახლა ჩვენ ჩამოთვალოთ მამოგრაფიის და აი ამ MRI კვლევის განსხვავებები, ანუ რითი არის უპირატესი, ვთქვათ,
MRI კვლევა მამოგრაფიასთან, შევთანხმდით რომ მამოგრაფიას თავისი ადგილი სკრინინგული, მაგრამ აი ეს MRI კვლევა რა დადებითი მხარეებით გამოირჩევა კიდევ. პირველ რიგში ვისაუბროთ რადიაციაზე. ამას გვერდს ვერაუბრალთ, მამოგრაფიის ნაწილში არის საკმაოდ რადიაციული დატვირთვა, საკმაოდ მაღალია. არის ორი ტიპის მამოგრაფიის აპარატები. ერთი არის თქვა თვით გასწორებადი, როცა პაციენტი თვითონ დაჩერებს რადიოლოგიას, თქვა მან არის პრესვითი ასპექტი, რომ დაიჭიროს შესაბამისი სიმკვრივე მარტივად. საკმაოდ დისკომფორტის მომგვრელია კვლევის პროცესი, ტკივილამდე დისკომფორტის, ესე ვთქვათ და ამ შემთხვევაში MRI კვლევის შემთხვევაში არ არის ეს დისკომფორტი. ჩვეულებრივად პაციენტი წევს გულაღმა აბსოლუტურად 7 პოზიციაში და კვლევის ხანგრძლივობა არის სადღაც 30 წუთი გააჩნია შევთანხმდეთ ჩვენ რომ ჩვენ ამ მომენტში ნახულობთ ვაფასებთ არა მარტო უშუალოდ ძუძუს ქსოვილს, არამედ იღლის ლიმფურ კვანძებს, შუა საყრის სეგმენტს, ყოფილა მომენტი რომ ანუ მთლიანად კადრში რაც მოყვება, ესე მარტივი არ არის, ინდივიდუალურია, თუმცა ის რომ შევაფასოთ და ეჭვი მივიტანოთ, გავაღრმავოთ თუ არა რადიოლოგიური კვლევა საკმარისია, იმიტომ რომ ჩვენ შევთანხმდით რომ გულმკერდის ღრუს დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად კომპიუტერული ტომოგრაფია რჩება. მაგრამ როდესაც ჩვენ არა მარტო კვანძს, არამედ ლიმფური კვანძებს პირველი რიგის, მეორე რიგის შეფასებას ახდენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად გზას უხსნი მამოლოგს, რომელი სტრატეგია ერჩევს პაციენტის მართვის ალგორითმში. კი ბატონო, ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დისკომფორტის უშუალოდ მამოგრაფიული კვლევის დროს შექმნილი დისკომფორტი ძალიან ბევრი ქალბატონისთვის შემაფერხებელია ამ სკრინინგში აქტიური მონაწილე. ასე რომ თუ კი იქნება სურვილი, შეუძლიათ გაიკეთონ ეს კვლევა. რამდენ ტესლიანია ეს აპარატი? 3 ტესლიანი აპარატი, როგორც გითხარით, ეს აპარატიც იქნება კლინიკა NMED-ში. ასე რომ ჩვენს ქალბატონებს და არა მარტო შეუძლიათ ისარგებლონ. მე როგორც ვიცი, გულზეც შესაძლებელი იქნება გადაგება, ხო? რა პათოლოგიების შემთხვევაში უფრო ხშირად გულზე? გულთან დაკავშირებით, აღნიშნოს რომ ეს აპარატიც არის ამერიკული ჯის აპარატი გვაქვს. გულთან დაკავშირებით არსებობს მთელი რიგი გამოწვევები. ამ ნაწილში ჩვენ ვსაუბრობთ უშუალოდ გულის კუნთის შეფასებას, ანუ აქ ფიბროზია, ინფარქტური არია თუ ასე შემდგომ და ამიტომ გადაწყვეტილი გვაქვს რომ აქ დავნერგოთ ეგრეთ წოდებული გუნდური მუშაობის პრინციპი, კარდიოლოგთან ერთად რადიოლოგი ერთად დაამუშავებენ. მოგეხსენებათ რომ კვლევა არ არის ხანგრძლივი, მიდის მულტიფაზურ რეჟიმში მონიტორინგი, თუმცა შემდგომ უკვე დამუშავებას, რეკონსტრუქციებს და შეფასებას გარკვეული დრო სჭირდება და კარდიოლოგთან ერთად მოხდება მთელი რიგი ანამნეზის და სხვა კვლევებთან ერთად შეჯერება მონაცემების, რომ პაციენტს ჰქონდეს სრული ინფორმაცია აღნიშნული არის მარტივად რო თქვა, არის ფიბროზი თუ არის სხვა პათოლოგიური პროცესი. გასაგებია, კი ბატონო, კი ბატონო. და კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ასაკობრივი შეზღუდვა თუ არის? ნუ გავიგე რომ რადიაცია, მაგრამ ბავშვებს შესაძლებელია კატეკლევის გაკეთება, დანიშნული, ანუ თუ არის ჩვენება, ასე ვთქვათ, თუ გჭირდება. ესეთ საკითხს გამოვყოფთი ორსულებშიდაც კი შესაძლებელია თუ არის ჩვენება და თუ ინდივიდუალურ პროტოკოლით იმუშავებ კონკრეტულ პაციენტს. ანუ შეზღუდვა არ არის. რაც შეეხება ბავშვებს. ბავშვების ნაწილში არსებობს ჩვენ ვადარებთ ტრადიციულ რენტგენს, ვადარებთ კომპიუტერული ტომოგრაფიას. არ ვსაუბრობთ სკოპიაზე. სკოპია ბევრად უფრო სხიურ დატვირთვას გვაძლევს. რა თქმა უნდა. თუ ჩვენ პაციენტის ინდივიდუალურ მონაცემებს გავითვალისწინებთ, რაც ნიშნავს ამავდროულად, რომ პაციენტი უნდა მოვამზადოთ, მათ შორის ბავშვი იქნება თუ მოზარდი თუ ზრდასრული, უნდა გათავისუფლდეს საკვლევი ზონა მაქსიმალურად არტეფაქტების მომცემი უცხო სხეულებისგან, ჯვარი, ასე შემდეგ, ან რაღაც მოსაცმელი და ასე შემდგომ და მისი BMI-ის მიხედვით ჩვენ ვარჩევთ ოპტიმალურ დროზე. თუ ჩვენ ბავშვებში ვეძებთ ანომალიას, ულტრა დაბალი დოზით მუშაობა არის იდეალური ამ ფიტვის პარენქიმის შეფასება თუ გვინდა. შესაბამისად, პრაქტიკულად არაერთი კვლევა დაგვიდია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გუნდს ულტრა დაბალი დოზა ციფრული რენტგენის დასხივებაზე დაგყავს. ამიტომ შესაძლებელია ვთქვათ, უბრალოდ სწორად უნდა იყოს შერჩეული პარამეტრები. ნუ მომზადებაზეც ორი სიტყვა ვთქვით, რომ უნდა მოიხსნას ყველაფერი. კიდევ რამე გამოვიყოთ უსაფრთხოების საშუალება. უსაფრთხოების დაცავი. ჩვენს კლინიკაში გვაქვს ასაკობრივი. რაღაცათომ დანერგილია, რომ სამწუხაროდ აქვთ ერთი ზომის
ჩვენს კლინიკაში გვაქვს სხვადასხვა ზომის რომ მოერგოს ესე ვთქვა და მისთვის ოპტიმალური იყოს. შევთანხმდეთ რომ საფარი ბავშვის და მოზრდილის არის განსხვავებული. შესაბამისად ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ყველა ის აქსესუარი რომელიც რეკომენდებულია და მოწოდებულია მათ შორის რადიოლოგთა ასოციაციის მიერ ან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ჩვენს კლინიკაში ეს აღჭურვილობა გვაქვს და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ გამოვიყევოთ ოპტიმალურად ჩვენს ყოველდღიურობაში. კი ბატონო, კიდევ ერთი კითხვა და დიდხანს აღარ შეგაწყენთ თავს, ჩვენ ვახსენეთ ენდოსკოპიური კვლევები, შევთანხმდით რომ არ არის ალტერნატივა, რა თქმა უნდა, მაგრამ გარკვეულ სიტუაციებში შესაძლებელია ენდოსკოპიური კვლევისთვის საჭირო, თქვა რაღაც შედეგი მივიღოთ, ხო, დაახლოებით და აი ასეთი კვლევისთვის არის საჭირო მომზადება რამენერთ ენდოსკოპიური კვლევებისთვის, ნუ რაღაც განსაკუთრებული მომზადებაა საჭირო, ყველამ ვიცით და ამ შემთხვევაში როგორ არის ეს? ბოლო დავამატებ და საჯაროდ მინდა ვთქვა თქვენი მსმენელების ასე ვთქვათ მათ რომ მივაწოდო ინფორმაცია რომ ერთ-ერთ კონფერენციაზე 3 თვის წინ ჩატარდა ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია და ამ საკითხმა ძალიან დიდი დისკუსია გამოიწვია რადიოლოგებსა და ენდოსკოპისტებს შორის. ჩვენ ვსაუბრობთ კოლეგებო რომ ერთი კვლევა მეორეს არ ანაცვლებს. კი ბატონო, ამაზე შევთანხმდით. ჩვენ ვსაუბრობთ რომ თუ გვაქვს და ეს რეკომენდაციები შეგვიძლია ვნახოთ საერთაშორისო თუ პაციენტთან არის სკრინინგული ნაწილისთვის გვჭირდება ჩავატაროთ მსხვილი ნაწლავის დიაგნოსტიკა ამ ნაწილში კომპიუტერული ტომოგრაფია არის შეუცვლელი და არის ოქროს სტანდარტი. უბრალოდ არის ბევრი გამოწვევა და ამ საკითხს ან მაგალითად მონიტორინგი ხდება ან მაგალითად პოლიპის მონიტორინგი მიდის ზომებში დამერწმუნებით რომ საკმაოდ რთულია რომ გარკვეული პერიოდულობით გავიკეთოთ ენდოსკოპიურ და მით როცა ქსოვილის აღება არ არის საჭირო ამ შემთხვევაში შეგვიძლია ზომების დასაკვირვება ამბობენ რომ ვინ დატოვებს იქ ქსოვილის და ბევრი კითხვის ნიშანია მათი მხრიდან უყურებენ თავისი ჭრილით ჩვენ ვსაუბრობთ გარეჭრილით არა რადიოლოგიით. გასაგებია, თუ კურნალი ექიმთან შევთანხმდებით და ამ პაციენტის დიაგნოსტიკის ნაწილში კომპიუტერული ტომოგრაფიას ექნება ბევრად მეტი პლუსი, ვიდრე კოლონოსკოპიურ კვლევას, არ ვანაცვლებთ. ჩვენ ვამბობთ რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის მერეც შეიძლება რეკომენდაცია მივცეთ. აბსოლუტურად გეთანხმებით. შეიძლება გაკეთდეს კომპიუტერული ტომოგრაფია და თუ საჭიროდ შეითვლება კიდევ ენდოსკოპიური კვლევა, უკვე ამას აღარაფერი აღარ უდგეს წინ. რაც შეეხება მომზადებას. კი ბატონო. სხვადასხვა პროტოკოლია მოცემული, მინდა ჩვენს ქვეყანაში მსგავსი სადოქტორო ნაშრომი შარშანი იყო გამოცემული და ამბობენ რომ სტანდარტულად იწყებენ მომზადებას როგორც კოლონოსკოპიური კვლევის დროს და ხდება ნაწლავის მაქსიმალურად გათავისუფლება და მერე თქვათ სხვადასხვა საკოდოსო ნივთიერებებით ასე ვთქვათ გაჯერება და შევსება ჩვენს კლინიკაში დავნერგეთ და ვუწევთ რეკომენდაციას რომ საწყის ეტაპზე ჩატარდეს მიმოხილვითი კატეკვლევა. სტანდარტული კომპიუტერული ტომოგრაფიით ვნახოთ რა ხდება როგორც მსხვილი ნაწლავის ნაწილში, ასევე პარენქიმულ ორგანოებში. ჩვენ ენდოსკოპისტებს ვეუბნებით რომ რა არის პრიორიტეტი, რა არის დადებითი. ჩვენ მსხვილ ნაწლავთან ერთად ვაფასებთ პარენქიმულ ორგანოებს. თუ ქსოვილი ვნახეთ, მაგალითად, ინახა მსხვილ ნაწლავში, მე კომპიუტერული ტომოგრაფია ინიშნება დამერწმუნებით. იმიტომ რომ ინახოს ღვიძლში რა ხდება, ლიმფური კვანძების კომბინაცია და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ პირველ რიგში მიმოხილვით, ვნახულობთ რა ხდება, გვაქვს თუ არა უკუჩვენება, რომ გავაღრმავოთ კვლევა, ან გვაქვს თუ არა ჩვენება, რომ გავაღრმავოთ. ნაწლავი არის მაქსიმალურად მომზადებული, რაც ნიშნავს, პაციენტი იცავს გარკვეულ დიეტას, შემდგომ ხდება ამ ნაწლავის მაქსიმალურად საფაღარეთე საშუალებებით გათავისუფლება, დაცლა ჩავატარებთ რადიოლოგიურ კვლევას, თუ საკმარისი იქნა ეს, ჩვენ აღარ ვაგრძელებთ დატვირთვას და თუ არ არის საკმარისი და მაინც არის, მაგალითად გვაქვს გრძელი ნაწლავი, მაგალითად აკეთებს რამდენიმე მარყუშს, ხელს გვიშლის ან დაჭუტული ან ვერ მომზად და ვიწყებთ გაღრმავებას და სხვა საკონტრასტო ნივთიერებებით სასურველ შედეგამდე, ასე ვთქვათ, გადავსებას, რომ ვიზუალური ნაწილი იყოს მაქსიმალურად და ვირტუალურად ვნახულობთ, ვაფასებთ სიგრძეს, ვაფასებთ ასე ვთქვათ კონტურებს, ვაფასებთ სხვადასხვა წანაზარდებს, ვზომავთ, ვადარებთ, ვინახავთ და ვიც საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ვადარებთ დინამიკაში, როგორ მოხდა მისი ცვლილება. კი ბატონო. მესმის რომ ამას მოყვება, გამოხმაურება და ამ ნაწილში ბიოპსია არის პრიორიტეტული, კი ბატონო.
რეკომენდაცია ბიოფსია გადაწყვეტილება გეთვეთახმებით, მაგრამ სხვადასხვა გაიდლაინით მოწოდებულია რომ ასეთ ნაწილში მოხდეს სკრინინგულად მონიტორინგი. და ჩვენ კონკრეტულ სეგმენტებს ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ რომ მოცულობითი წარმონახვის დინამიკას კი ბატონო, კი გასაგებია, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენი მსმენელისთვისაც აბსოლუტურად გასაგებია თუ ამ კვლევის ჩატარებას გადაწყვეტს ვინმე ან ექიმი დაუნიშნავს წინასწარ გაივლის კონსულტაციას, მიეცემა რეკომენდაციები, მოემზადება კვლევისთვის და შემდეგ დაიგმება მისთვის სასურველ დროს, ასე ვთქვათ. ხო, კიდევ ერთ კითხვას რაც შეეხება ბატონო ირაკლი, თქვენ ბევრჯერ ახსენეთ სკრინინგული კვლევები და სკრინინგის მიმართულება. ბევრი კითხვა შემოვიდა ამასთან დაკავშირებით, რამდენად მიზანშეწონილია კატე ან MRI კვლევა მთლიან სხეულზე გაკეთდეს სკრინინგის თვალსაზრისით, სკრინინგის მიზნით. მადლობა კითხვისთვის. მეც არაერთხელ მომმართავს პაციენტს და უკითხავს, მე უბრალოდ გვიწევ ჩვენ ამის ჩაშლა და ახსნა. შევთანხმდეთ, რომ ეს არის მაიონებელი გამოსხივება. პირველ რიგში და მას აქვს თავისი რესურსი კომპიუტერ ტომოგრაფიას და უნდა დავამატოთ ის ნაწილიც, რომ მინდა გადავიღო ეს კომპიუტერ ტომოგრაფიაზე არ შეიძლება. ექიმი იღებს პასუხისმგებლობას, რადიოლოგი არის პასუხისმგებელი ამ კონკრეტული კვლევაზე. შესაბამისად, სკრინინგულად კატე კვლევის ჩატარება ჩვენ შევთანხმდეთ, რომ არის გულმკერდის მიდამოზე, სადაც კონკრეტული კითხვები არსებობს, არის დატვირთული ანამნეზი და ასე შემდგომ. მთლიანი სხეულის კომპიუტერ ტომოგრაფია არ ვაკეთებთ. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არის ასე ვთქვათ, შედეგი, რა გვაქვს შედეგი, ვიცით რომ მივდივართ რისკზე, ვიცით რომ ჩვენ გვაქვს აქ რისკის მენეჯმენტზე რომ გავყვეთ, ვიცით რომ პაციენტს უნდა მიიღოს სხიური დატვირთვა და რა შედეგს მივიღებთ აი აქედან. შესაბამისად, პაციენტს ვაწვით ინფორმაციას, რომ თუ მას სჭირდება და აქ კონკრეტული კითხვები, მაგალითად პარენქიმულ ორგანოებთან დაკავშირებით, ამისთვის არსებობს აბსოლუტურად უსაფრთხო რადიოლოგიური კვლევა, ულტრაბგერითი კვლევა. და ამიტომ ჩვენ ვეუბნებით, რომ აი ამ სეგმენტის დიაგნოსტიკაში მოდი მიმოხილვითად შესამოწმებლად ჩაიტარე ულტრაბგერითი კვლევა. თუ თქვენ კითხვები გაქვთ, მაგალითად გინეკოლოგიურ ნაწილში, თუ კითხვები არსებობს უროლოგიურ ნაწილში, მოდი დავიწყოთ საწყის ეტაპზე ულტრაბგერითი კვლევით და თუ არსებობს გამოწვევები, რა თქმა უნდა გავაღრმავთ. რაც შეეხება უსაფრთხოებიდან გამოვდივართ. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ჯალმოს რეკომენდაციაო სამედიცინო მომსახურება უნდა იყოს უსაფრთხო. მე არის ეფექტური, ეფექტიანი პაციენტზე ორიენტირებული და სამართლიანი, ამიტომ უსაფრთხოებიდან გამოვდივართ. რაც შეეხება პაციენტის შემოწმება მინდა მოდი ჩავიტაროთ რადიოლოგიური კვლევა, არსებობს სხვადასხვა მაგნიტურიზებულ ტომოგრაფებს, მათ შორის ჩვენსას აქვს მთლიანი სხეულის MRI, სადაც რამდენიმე სკრინინგული პროგრამა გვაქვს და ეს შესაძლებელია რომ გავაკეთოთ მიმოხილვითაც. კი ბატონო. მაგრამ ამასაც დავაზუსტებ, რომ ეს რეკომენდებულია ისეთ პაციენტებთან, სადაც რაღაცას ვეძებთ, დასაბუთებული ეჭვი უნდა არსებობდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მაგნიტურიზებულ ტომოგრაფიაზე აღნიშნული კვლევის მეთოდი 5 წუთში არ ტარდება, გარკვეული დრო ჭირდება, დისკომფორტია, იცით? პაციენტი 2 და 3 წუთი არ წევს აპარატში, მარტივად რო ვთქვათ. კი ბატონო, დღეს პრაქტიკულად ღია აპარატები გვაქვს, მაგრამ მაინც გარკვეულწილად დისკომფორტია, ხმაურია, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს აპარატთან მაქსიმალურად ხმაურის სეგმენტი არის, ნაწილი არის პრაქტიკულად მინიმალური. ჩვენ თავაზობთ ყურსასმენები გვაქვს, სხვადასხვა ასე ვთქვათ, გაფორმება გვაქვს და აი აქეთ მიდის, რომ ვერ შეიძლება მსგავსი რადიოლოგიური კვლევა ვერ ჩანაცვლებდება სხვა რადიოლოგიური კვლევით, ამიტომ ძირითადად მეცნიერები გადავიდნენ, რომ შექმნან ისეთი მაგნიტურიზებულ ტომოგრაფები, კი ბატონო 7 ტესლიანი, 9 ტესლიანი კი ბატონო, მაგრამ ძირითადი აქცენტი გედება, რომ ხმაურის ნაწილი იყოს და დროის მენეჯმენტი, რომ მაქსიმალურად შემცირდეს პროგრამები. ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომ თუ პაციენტს აქვს ჩვენება, მაგალითად ონკოლოგიური ნაწილით, მაგალითად მაგალითად ლიმფომების ნაწილში და ასე შემდგომ, ჩვენ მსგავს კვლევის მეთოდს MRI-ზე ვაძლევთ რეკომენდაციას. მაგრამ არ დაგვაუწყდეს, რომ პირველადი კვლევებიდან იწყება ყველაფერი. არავის ჩაუნაცვლებია ტრადიციული რენტგენოლოგიური კვლევა, არც ულტრაბგერითი კვლევა, უბრალოდ უნდა მივყვეთ საფეხურ და მინდა გაიგოს მოსახლეობამ, რომ მთელი იდეა მდგომარეობს, რომ ფილტრად ჩვენ გვყავს ოჯახის ექიმები, მკურნალი ექიმები და ასე ვთქვათ, რადიოლოგთან ჩართულობის ჩვენი მონაწილეობით შესაძლებელია შეირჩეს ის ოპტიმალური კვლევის მეთოდი, რომელიც კონკრეტული პაციენტის მართვაში, დიაგნოსტიკაში იქნება მნიშვნელოვანი. ბოლო კითხვა, რომელიც მინდა დაკისვათ, წელს არის საიუბილეო თარიღი.
იქ სხივების აღმოჩენიდან და იგეგმება გრანდიოზული კონფერენცია, ერთ-ერთი ორგანიზატორი ხართ თქვენ, როგორც ვიცი და ამასთან დაკავშირებით მინდა რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მსმენელს, თუ შეიძლება. მადლობა ამ ინფორმაციის ესე გავრცელებისათვის. უნდა აღნიშნოს, რომ 130 წელია იქ სხივების აღმოჩენიდან. ვიტყოდი რომ გამარჯვება იყო და კაცობრიობამ ასე ვთქვათ ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა მედიცინაში და არა მარტო მედიცინაში ამ თარიღმა, მან ნობელის პრემიაც აიღო ფიზიკის დარგში. ვსაუბრობთ განსაკუთრებულ სხივებზე, რომელთაც ორგანიზმის შეღწევადობის უნარი აქვს. არის 130 წლის იუბილე, ჩვენ დავგეგმეთ საერთაშორისო კონფერენცია და უცხოელებით ჩამოგბრძანდებიან და მოვიწვეთ დარგის ექსპერტები. და სწორედ აი ამ ნაწილზე გვექნება საუბარი, სადაც ქირურგიაში, პულმონოლოგიაში, ნეიროქირურგიაში, სიძახთა ქირურგიაში მაგალითად რა როლი, როგორ შეცვალა რადიოლოგიამ, ასე ვთქვათ, როგორ განავითარა ეს მიმართულებები, როგორ გავიზარდეთ, სად მოვდივართ პირველი ბეტას, მისი მეუღლის, რენტგენის მეუღლის ხელისმწვენიდან, სად მოვედით დღეს? დღეს უკვე ვსაუბრობთ თლიანი სხეულის კომპიუტერტომოგრაფებზე, თლიანი სხეულის, ასე ვთქვათ, გარკვეული მიდამოს მონიტორინგზე იქ სხივებით, ვსაუბრობთ რომ შევაფასოთ გული და დეტალურად გამოვიკვლიოთ კორონარული სიზარღვები და მათ შორის კარდიოლოგები იქნებიან წარმოდგენილი და ეს იქნება ეგრეთ წოდებული პლატფორმა, სადაც ასე ვთქვათ, კი ვისაუბრებთ, გავსვით ინფორმაციას, რა გამოწვევებია თუნდაც ჩვენ ნაწილში, რას ველოდებით, რა გვჭირდება რადიოლოგისგან, რა გვჭირდება ჩვენ ამ დარგის მეტი განვითარებისთვის და ეს იდეაში კეთდება იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ნახონ 130 წელი, მხოლოდ 130 წელია გასული და სად მოვედით და ეს დარგი მათ როგორ სწორად უნდა განავითარონ, კეთდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, სინქრონში იქნება რამდენიმე დარბაზი ერთდროულად და ვიმედოვნებ რომ თქვენ ყველას გიწევთ რა თქმა უნდა. იქნება წარმოდგენილი მათ შორის საერთაშორისო ბრენდები, რომელთაც ძალიან დიდი როლი აქვთ სადიაგნოსტიკო ნაწილში, მიუძღვით და ისინი წარმოადგენენ თავის პროდუქციას, საგამოფენო სივრცე გვექნება და შევეცდებით რომ ეს ზეიმი ერთად უცხოელებთან ერთად აღვნიშნოთ და კიდევ ერთხელ მიულოცოთ ერთმანეთს, რადგან ეს სფერო მგონია რომ მეტნაკლებად ყველა მიმართულებაში შეჭრილია და საერთო ზეიმი გამოდის საერთო ჯამში. კი, ფაქტიურად რევოლუციური გადატრიალება მოხდა მთლიანად და ძალიან კარგად და განვითარდა კიდევაც შემდგომ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, ასე ვთქვათ, დიაგნოსტიკაში. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. მადლობა თქვენ. ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა. ყველა კითხვაზე ამომწურავე პასუხი მივიღე, მეტად დარწმუნებული ვარ ჩვენ მომსმენელმაც. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის და ასეთი საინტერესო საუბრისთვის. იმედს ვიქონიებ, ვიტოვებ, რომ კიდევ შევხვდებით და ვისაუბრებთ ამ თემასთან დაკავშირებით და თქვენ თუ გინდათ რაიმე უთხრათ ჩვენ მსმენელს? მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის. მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო, რომ რასაც ვქმნით ამ ახალ ჰაბში, ესე ვთქვათ, ჰაბს უძახი, იმიტომ რომ დიაგნოსტიკის ნაწილი ძალიან მძლავრად არის წარმოდგენილი, სხვა მიმართულებები მანამდე ძალიან კარგად იყო ჩვენს კლინიკაში განვითარებული. აქ ჩვენ გვინდა რომ პაციენტს დახვდეს ექიმი, შევთავაზოთ ესეთი სერვისი. გაესაუბროს, მასთან ერთად ჩამოყალიბდეს კვლევის სახეობაზე, მასთან ერთად ჩამოყალიბდეს და გაანალიზოს მან რა შედეგს მიიღებს ამ კონკრეტული რადიოლოგიური კვლევის შემდგომ და ერთობლივად შევთანხმდეთ იმ რადიოლოგიურ კვლევაზე, რომელიც პაციენტისათვის იქნება ოპტიმალური. შევარჩიოთ ამ პაციენტისათვის ინდივიდუალური რადიოლოგიური პროტოკოლი, ისე რომ მაქსიმალურად უსაფრთხო აღმოჩნდეს ეს რადიოლოგიური კვლევა. ეს არის ეგრეთ წოდებული, ვთქვათ, რომ გასაზრდელი ორმხრივად. ექიმისთვისაც და პაციენტისთვისაც და ვფიქრობთ რომ საერთო ჯამში ძალიან კარგი სამედიცინო სერვისის მიწოდება გამოგვივა, რაც საბოლოო ჯამში მოსახლეობის ჯანმრთელობაზე აისახება დადებითად. კი ბატონო, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. თქვენ კი მინდა გითხრათ რომ არ დაგავწყდით ჩვენი გვერდის გამოწერა და მადლობა რომ გვიყურეთ.